ამ ხუთშაბათს 2026 წლის 2 აპრილს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ურთიერთობა რეალური დაპირისპირების ზონაში შევიდა. დონალდ ტრამპმა გაამწვავა პოლიტიკური დაპირისპირება ნატოსთან, როდესაც განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს შეერთებული შტატების ალიანსიდან გამოყვანას. და როდესაც მან კვლავ გაიმეორა, რომ ნატო ქაღალდის ვებხვად იქცა, პრაქტიკაში შემდეგი მოხდა. ტრამპს სურდა უფრო პირდაპირი მხარდაჭერა ევროპული ქვეყნებისგან ირანის კრიზისთან და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, მაგრამ მან წინააღმდეგობა, უარი და ბევრი პოლიტიკური გათვლა მიიღო. ატლანტიკის მეორე მხარეს ევროპული პასუხი რამდენიმე მხრიდან მოვიდა. ფინეთმა ღიად ისაუბრა უფრო ევროპულ ნატოზე, რაც აჩვენებს, რომ კონტინენტი უკვე ფიქრობს საკუთარი სტრუქტურის გაძლიერებაზე. თუ შეერთებული შტატები შეამცირებს ვალდებულებას, ეს დაგვეხმარება გავიგოთ კრიზისის მიზეზი და როგორ გაჩნდა ეს უარი. ეს მხოლოდ სიტყვებში არ ყოფილა. ესპანეთმა დახურა საჰაერო სივრცე ამერიკული თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ირანზე თავდასხმებთან იყვნენ დაკავშირებული. იტალიამ უარი თქვა შეერთებული შტატების თვითმფრინავებისთვის სიგონელას ბაზაზე სიცილიაში დაშვების ნებართვაზე წინასწარი ავტორიზაციის არარსებობის გამო. საფრანგეთმა განაცხადა, რომ ნატო არსებობს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და არა შეტევითი მისიებისთვის. ჰორმუზში გაერთიანებულ სამეფოში კირი სტარმერის დაშორდა კონფრონტაციის ხაზს და დაიწყო უფრო მეტად ევროპისთან коорდინაციის მხარდაჭერა, ვიდრე ავტომატური შეთანხმება ვაშინგტონთან. პრაქტიკაში გზავნილი მკაცრი იყო. ამ ომს ევროპული ქვეყნები თვალდახუთული არ მიიღებენ. ეხლა გადამწყვეტი მომენტი მოდის. ტრამპს შეუძლია დაემუქროს გასვლით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფორმალური გასვლა მზად არის. ამერიკული კანონი, რომელიც 2023 წელს მიიღეს, კრძალავს ერთპიროვნულ გასვლას და მოითხოვს სენატის 2/3 მხარდაჭერას ნატოდან გასასვლელად. მაგრამ პრობლემა სხვაა და ის ფეთქებადია. რაცხვეთის გარეშეც კი შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია ალიანსის შიგლიდან დაასუსტოს, შეამციროს პოლიტიკური მხარდაჭერა, ლოგისტიკა, ფინანსები, დაზვერვა და სამხედრო მზადყოფნა. ანუ ნატო შეიძლება დოკუმენტურად არსებობდეს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ძალა დაკარგოს. სწორედ ეს აშინებს ევროპას. რატომ რეაგირებს ევროპა ასე? იმიტომ რომ კონტინენტი გრძნობს, რომ ნამდვილი კრიზისის დრო დგება. ახლო აღმოსავლეთში ომმა ენერგიის, გაზისა და საწვავის ფასები გაზარდა და ევროკავშირი უკვე განიხილავს საგანგებო ზომების დაბრუნებას, რომლებიც 2022 წლის კრიზისის დროს გამოიყენეს. ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა განაცხადა, რომ ბლოკი განიხილავს ქსელის ტარიფებისა და ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას. ამავე დროს საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა გააფრთხილა, რომ აპრილი-მარტზე უარესი იქნება. მან ასევე მხარი დაუჭირა შემზღუდავ ზომებს, როგორიცაა დისტანციური მუშაობა, ნაკლები გადაადგილება და გზებზე სიჩქარის შემცირება. შეთხოვინება აღარ არის ნუგეში, ეხლა ეს არის შეზღუდვა. ეს აჩვენებს, სად არის ისტორიის გული. ეს მხოლოდ ნატოზე არ არის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იმის შესახებ, ვინ მართავს, ვინ ემორჩილება, ვინ იხდის და ვინ იღებს რისკს. როდესაც ომი ნამდვილად მძაფრდება, მაშინ როცა ევროპა აღიარებს თავისი ქმედებებით, რომ მყიფე მდგომარეობაშია, რომელსაც ვეღარ მალავს, ნატო არ დასრულებულა, მაგრამ შევიდა თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ფაზაში. და ახლა რას ვხედავთ? შეერთებული შტატები იმუქრება გასვლით, ევროპა პასუხობს უკან დახევით, ეკონომიით და სიფრთხილით. და მსოფლიო აცნობიერებს, რომ ძველი ატლანტიკური მექანიზმი უკვე აღარ ტრიალებს იმავე ნდობით. რაც ადრე დაცულად ჩანდა, ეხლა მოწყვლადია და ეს დარტყმა ღრმა.